ხელისუფლებას უმოქმედობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ აჭარაში სოფელ აჭყვის მცხოვრებლები ადგილობრივების თქმით ორი კვირის წინ სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ხელისუფლებისგან დახმარების პირობა მიიღეს, თუმცა სოფელში ვითარება ამ დრომდე მძიმეა. რამდენიმე ოჯახი კი კვლავ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. წყალდიდობიდან ორი კვირის შემდეგ სოფელ აჭყვაში 5 ოჯახი ისევ გარემოს არის მოწყვეტილი. მეწყერის შედეგად გადაკეტილი გზა ისევ გაუწმენდავია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, ისინი ამბობენ, რომ შემთხვევის დღეს ადგილზე ქობულეთის გამგეობისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. ჩამოშრულ ფერდობზე კი ახალი ბზარები გაჩნდა, რაც წვიმის შემთხვევაში ახალ საშიშროებას ქმნის. ჯერ კიდევ ადგილზე ავტომანქანა, რომელიც 9 ივლისს მეწყერმა ჩაიყოლა. დაზარალდა ფაქტიურად 5 ოჯახი, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, საერთოდ გზა არ აქვს 5 ოჯახს. მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროთან. და მოვიდნენ ქობულეთიდან, ქვეს რომ გავწმინდა, გრავატკი გაშერებაო, გავწმინდავთ. ასე შემოვიდოდით სიდან ასე. აქა მოსახლეები იყო და ხმარობდით 5 ოჯახი ამ გზას. მე-6-ს აგერ არის ის გადარჩენილი არის. ეს ორი ოჯახი უკვე ძალიან საშიშროებაში არის. ერთი გაასახლეს. დავრჩი აქედან მარტო მე. სტიქიური მოვლენების დროს დაზიანდა კონცერტზეები საცხოვრებელი სახლი. მოხუცი ცოლ-ქმარის შემთხვევის ადგილიდან გახიზნეს. დღეს ისინი ამბობენ, რომ თავს ქალიშვილის ოჯახს აფარებენ და დაპირების მიუხედავად მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გამოძებნა. ხმაური მომესმა და სახლი ინგრევა, მეთქი ქმარს დავახტი თავზე უთხარა და კი ბავშვებს უშველოთ, მეთქი ბავშვები რომ წამოუყარე და გამოვედით გარეთ ყივოდი ვანგრევდი ყველაფერს მეზობლებო დამეხმარეთ. ამ მოსახლეობის მოთხოვნით არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, იმიტომ რომ 5 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია. აჭყვაში არსებულ სიტუაციას აჭარის მთავრობაში გამოეხმაურნენ. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებას კიდევ ერთხელ დაპირდა. მოქალაქეების უკმაყოფილების შემდეგ ადგილზე ქობულეთის გამგებელიც მივიდა. მეწყერული პროცესები დასტაბილურებულია, საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მობილიზებულია და უახლოეს დღეებში მოხდება აღნიშნული გზის გაწმენდა. იმ სახლებში, სადაც ცხოვრება საფრთხის შემცველია, მუნიციპალიტეტის გამგეობას ღებულობს გადაწყვეტილებას დროებით აღნიშნული ოჯახის საცხოვრებლიდან გაყვანის შესახებ. ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარაში ზარალმა 2,5 მილიონს გადააჭარბა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესით მაშინ პრემიერიც დაინტერესდა. ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მთავრობამ თანხების გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც დაგეგმა.